მოგესალმებით სვირფასო ტელემაყურებლებო, სუცხიანი და ცივი მოსკოვიდან. დღეს ჩვენ გვექნება ცოტა უჩვეულო გადაცემა, იმიტომ რომ არა სტუდიიდან, არამედ ამ გადაცემას შემოგთავაზებთ გარე გადაღებით და მინდა რომ თქვენი ჩემი შტაბ-ეშტილებები გაგიზიაროთ მიმდინარე პროცესების შესახებ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან ისეთ საინტერესოდ მიდის პროცესები, არა მარტო საქართველოს ირგვლივ, არა მარტო მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობების ფონზე, რომელიც არის მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ფაქტობრივად გადაადგილებები, გადაჯგუფებები ხდება მსოფლიოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. თუკი ადრე ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ დისტანცირებას იჩენდნენ ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობისთვის, დღეს ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ მჭიდრო ურთიერთობებში შევიდნენ ერთმანეთთან. ევროკავშირის დასრულებისთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება უფრო და უფრო ხმამაღლა, მკაფიოდ. ამას მარტო ორბანი არ ამბობს, ამას ამბობენ ასევე ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საკმაოდ დიდ წონად ფიგურებს წარმოადგენენ მსოფლიო პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. და აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყანაც უნდა ამ დღის წესრიგში ჩაერთოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ ევროკავშირი და დასავლეთი რა პოლიტიკას ატარებენ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ეს ერთია, როდესაც ამ განცხადებას აკეთებ და მეორეა, რომ რასაც ამდენი ხანია ვსაუბრობ, შენ უნდა აერჩიო ის ვექტორი, ის გზა, რომელიც იქნება საპირწონე ამ ყველაფრისა. ცნობილი ფილმია დათა თუთაშხია და რომანი და სადაც ერთი პასაჟია, რომ დათა რო შედის ციხეში და იქ ეუნება ერთ თანამოსაკლე, ვიღაცასთან მაინც უნდა იყო, თორე ესე არ გამოვა, ვიღაცასთან მაინც უნდა ვიყოთ ჩვენ. ვიღაცასთან უნდა ვიყოთ ალიანსში, არ შეიძლება მარტო იყოს ქვეყანა. გასაგები ახლა ჩვენ კი ვსაუბრობთ ხშირ შემთხვევებში რუსეთთან ურთიერთობების დიალოგის აღდგენაზე, მაგრამ მე აქედან უფრო კარგად ვხედავ იმას, რომ გარკვეული კავშირები არის საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. ეს შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ფარული და არა ისეთი ღია კავშირები. თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ვიტყვით, რომ არ არის რაღაც კავშირები. ეს არის, მეგობრებო, უბრალოდ ამას არ ჭირდება ახლა აფიშირება, ამას არ ჭირდება, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რაღაცნაირად წამოწევა. სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნებს შორის რომ არ ყოფილიყო რაღაც გარკვეული კავშირი, სახელმწიფო გადატრიალება დიდი ხნის მომხდარი იქნებოდა აქციების დროს, როდესაც დასავლეთი ამ ყველაფერს ახორციელებდა საქართველოში. ამიტომ გასაგები ეს კავშირები არის, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა სხვა ჭრილში აიყვანოს, სხვა დღის რეჟიმში იყოს ეს ურთიერთობები, თორე ეხლა ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა მართლა რამდენიმე ადამიანის კი არ უკავშირდება, ხშირად იყო რაღაც ამაზე საუბარი, ამედ ეს არის სახელმწიფოთა შორისი გადაწყვეტილება, თორე ამას სახელმწიფოთა შორისი გადაწყვეტილება რო არ ყოფილიყო, ეს ხო ესე ვერ მოხდებოდა. ამიტომ ის რომ სავაჭრო ურთიერთობები არის გარკვეულწილად, არის რაღაცა დამოკიდებულებები სხვადასხვა უწყებებს შორის, ეს მიანიშნებს იმას, რომ არის ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება საზოგადოების, შეიცვალოს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, რუსეთის
და რუსული პოლიტიკის მიმართ. და ეხლა დღეს დილას მოხდა აფეთქება Მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ააფეთქეს რუსი გენერალი. Взрыв на юге Москвы во дворе жилого дома на Ясеневой улице прогремел около 7 часов утра. Дочка с внучком собирались в школу, на работу, и вот это вот произошло. Это был такой взрыв. Я не поняла даже, что это было. Аж стены задрожали. Мы услышали громкий хлопок, немножечко дребезжание, там стены или что-то. И сразу же легли на пол. С кровати так перекатились на пол, на всякий случай, чтобы держаться подальше от окон. Взрывное устройство сработало на парковке возле дома через несколько секунд после того, как водитель сел в машину и начал движение. Первые кадры с места происшествия выложили в сеть жильцы дома, разбуженные взрывом. Машина сильно деформирована, мужчина зажат внутри. Прибывшим на место спасателям пришлось разрезать металл. Водителя, который находился в крайне тяжелом состоянии, передали медикам. Врачи сделали все возможное, но спасти его не удалось. Вот что сообщили в Следственном комитете. Возбуждено уголовное дело об убийстве в связи с подрывом автомобиля на улице Ясеневой в Москве, в результате которого погиб начальник управления оперативной подготовки Генерального штаба Вооруженных сил Российской Федерации генерал-лейтенант Фанил Сарваров. Следствием отрабатываются различные версии убийства. Одной из них является версия, связанная с организацией преступлений украинскими спецслужбами. Ход расследования поставлен на контроль в Центральном аппарате Следственного комитета. По поручению председателя Следственного комитета для помощи в раскрытии преступления направлены опытные исследователи криминалисты Центрального аппарата. Для выяснения всех обстоятельств случившегося назначены судебно-медицинская и взрывотехническая экспертизы. Допрашиваются свидетели и очевидцы, изучаются камеры видеонаблюдения. Фанил Сарваров окончил Казанское высшее танковое командное училище, военную академию бронетанковых войск, военную академию Генштаба. За годы службы он прошел все основные воинские должности, участвовал в контртеррористической операции на Кавказе. В 15-16 годах проходил службу в Сирии на должности начальника управления оперативной подготовки с 2016 года. Имел многочисленные награды, в том числе ордена мужества и за заслуги перед Отечеством первой степени. А на Украине был внесен в базу данных печально известного экстремистского сайта «Миротворец». Фанилу Сарварову было 56 лет. Такие подрывы – характерный почерк террористов украинских спецслужб. На слуху громкое убийство начальника войск РХБЗ генерал-лейтенанта Игоря Кириллова в прошлом году. Взрывное устройство заложили в самокат у подъезда и привели в действие, когда военный выходил из дома. Этой весной в Балашихе самодельное взрывное устройство заложили в автомобиль замначальника главного оперативного управления Генштаба генерал-лейтенанта Ярослава Москалика. აი, მორიგი რაღაც სპეცოპერაცია ჩატარდა. გასაგებია ეს ახლა ქვეყანა ომში არის ჩართული და სიმართლე რო გითხრა, ხა დიდათ არ იგრძნობა აქ რომ ომია, მაგრამ გარკვეული მაინც ელფერი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როდესაც ამხელა დიდ სამხედრო ალიანსთან უწევს ქვეყანას ჭიდილი, როგორიც არის ნატო, ეს ახლა უკვალოდ არ ჩაივლის, მეგობრებო. ახლა ვიღაცას უნდა რომ ახლა მართლა საერთოდ ომში იყოს ქვეყანა და მსხვერპლი არ გქონდეს. დიდ ქალაქებში და რუსეთის ქალაქებში ომი ნამდვილად არ იგრძნობა. ახლა ამას ორი აზრი არსებობს, ჩამოხვალ აქ, სადაც არ უნდა იყო და ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ, გადაადგილებიან და აი არსად არ იგრძნობა ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზიები გადმოსცემენ ინფორმაციებს, რომ აი რა ხდება ფრონტის ხაზზე. და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ერთი პრიზმიდან, რომ წასაგებია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, დალაპარაკება, ესე მარტივი არ იქნება, ვინ ამბობს ამის შესახებ. და მე ამას უფრო და უფრო მკაფიოდ აღვიქვამ, როდესაც აქ ვარ. აი რუსეთში რო ხარ, უფრო ნათლად აღვიქვამ იმ სიმძიმეს მდგომარეობის, რაც არის აი ამ ურთიერთობების პერსპექტივის ფონზე. მაგრამ ჩვენ თუ აკრიტიკებთ დასავლეთს, ჩვენ თუ აკრიტიკებთ ევროპას, იმავდროულად ნაბიჯი ხო უნდა გადავდგათ იქითკენ, რომ რაღაცა შენ უსაფრთხოების ქოლგა გქონდეს, ხო? ეხლა ფონიც თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოების. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეხლა, აი ჩვენ პირადად მე სხვადასხვა არხებზე იყო ის ტელევიზიები, სადაც ვიმუშავია, მუდამ ჩემი დღის წესრიგი იყო ამ ურთიერთობებზე საუბარი, რომ უნდა აღდგეს ეს ურთიერთობები. და ამიტომაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ჩემს გადაცემას და ეხლაც სადაც ვარ, აქედან მიმყავს გადაცემა ისე რომ
არანაირი მხარდაჭერა არ არის მეგობრებო, ისეთი რომ ვთქვათ, ეხლა უსტარული წესით მიწევს გადაცემების წაყვანა მარტო და რაღაცა მხარდაჭერის ფონი არ არის და ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ხალხს ჭირდება ეს და თქვენს ჭირდება და გძნობ ამ ყველაფერს. და მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ ერთი რამ. სანამ საქართველოს საზოგადოება არ შეიგდებს იმას, იმ საფრთხეს, იმ აუცილებლობას, რომ ქვეყანაში უნდა ურთიერთობები აღდგეს რუსეთთან. მანამდე ჩვენ არაფერი არ გვეშველება. დღეს დღის წესრიგი რა არის ქართული პოლიტიკის? ლაპარაკობენ იმის შესახებ, ნაცები ცუდი არიან, ეს გამარგინალებული ნაცსექტანტები როგორი რას არ მოადგენენ, მაგრამ არავინ არ საუბრობს იმის შესახებ, რაც უნდა გაკეთდეს, რაც უნდა გადაწყდეს. ამაზე არავინ არ საუბრობს და ეს არის გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ არავის არ უნდა ამ იარლიყების აწეპება. არავის არ უნდა ვიღაცამ უთხრას მერე, რომ აი შენ პუტინის აგენტი ხარ, რუსეთის აგენტი ხარ. ხშირად მართლა ისეთ მდგომარეობაში ყოფილა რა ეგ მოსკოვში, რომ მიფიქრია იმის შესახებ, რომ საერთოდ დავტოვო ეს ქვეყანა და წამოვიდა, იმიტომ რომ ვიღაცას გონია მართლა, რომ მე აქ ვიღაცა პირობებს მივხვდი სამუშაოს და ამ დროს მე ძალიან დიდი წვალები, ძალიან დიდი ტანჯუ შედეგად მიწევს ამ გადაცემების კეთება, აქედან საუბარი და ვიღაცამ რატო უნდა იფიქროს, მეთქი, ვფიქრობ, რომ ვიღაცა ნიკოლოზ ჟავანაძეს აფინანსებს, რაღაც დახმარება აქვს. არანაირი მე აქ დახმარება, არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს მეგობრებო და ესე იგი ტალახი მხდება, არავინ მე ხარში არ მიდგას, მაგრამ ამას ვაკეთებ მართლა ქვეყნის სიყვარულით, რომ ვიცი რომ ეს ჭირდება ქვეყანას და მაგრამ ეხა იცით რა არის, ყველაფერს თავისი ის აქვს რაღაც საზღვარიც, ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება ეხლა ადამიანი აკეთებდე, იყო ბრძოლის ველზე მარტო და არავითარი ის არ ქონდეს. ეხლა მე რასაც ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამას ბევრი სოციალურ ქსელში საუბრობს უბრალო ადამიანები, მაგრამ მედიის კუთხით, პოლიტიკოსების კუთხით ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ამაზე მაქვს საუბარი, თორე მე იმას კი არ ვლაპარაკობ, ეხლა მე ვარ მარტო და ჩემს გარდა არავინ ამ საქმეს არ აკეთებს. ღმერთმა დაიფაროს და მე ამას როგორ ვიტყვი და არც ესეთი მაღალი, ისეთი ამპარტავნული შეხედულება არ გამაჩნია ჩემს რაღაც დამოკიდებულებაზე, რომ ეს თქვა მე. არა მეგობრებო, მე ვხედავ გულანთებულ პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც ამის შესახებ საუბრობენ. მაგრამ ის მედია ორგანიზაციები, ის პოლიტიკოსები, ის პარტიები ამაზე არ ლაპარაკობენ. არ ლაპარაკობენ. ეხლა იმ დღეს მე მოვისმინე ობიექტივზე გამოდიოდა მამუკა კარტოზია საპარაკობდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. მამუკა კარტოზია ხო არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ეს კაცი გულანთებულად ემსახურება ამ საქმეს და ამ მსგავსი ტიპის ადამიანები კიდე, რომლებიც მე აქედან ვადევნებ, ვინ როგორ აკეთებს ამ საქმეს. ხო და ეს არის რიგითი ადამიანების, ექსპერტების, პროფესორების პოზიცია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის იმ სუბიექტების, პარტიების პოზიცია. ჩვენ თუ ამაზე ყველამ არ დავიწყეთ საუბარი, არაფერი არ გეშველება. ხა პაშინიანი არის ჩასული პეტერბურგში და იქ არის DST სამიტი არაოფიციალური, იღებს მონაწილეობას ამ სამიტში. Здравствуйте, Александр Григорьевич. Самое главное место Зимнего дворца, военной галереи 12 года. И генералы участвовали в Наполеона. У нас война 12 года была такая, как в своем манифесте говорил Александр I, на нас пришло 12 языков, вся Европа пришла. Но и вместе с Россией воевала тоже вся Европа. Тут представители всех потом королевских семей Европы, которые стали королями и царями, они тоже здесь.
Левая сторона восток, правая запад, посередине Уважаемые коллеги, дорогие друзья, мы вновь собрались в Петербурге на традиционную предновогоднюю встречу, чтобы в неформальной обстановке подвести итоги совместной работы в рамках Содружества независимых государств в уходящем году. Поговорить о планах на перспективу и, конечно, обсудить насущные вопросы международной повестки дня. Как не раз справедливо отмечалось, за более чем 3 десятилетия Содружество утвердилось в качестве авторитетного регионального интеграционного объединения, в котором страны-участницы выстраивают отношения на принципах подлинного добрососедства, равноправного партнерства, взаимной выгоды, уважения и учета интересов друг друга. Именно благодаря СНГ нам удалось сохранить, а по многим направлениям и существенно нарастить сложившиеся за годы проживания в одном государстве экономические, социальные, культурные и гуманитарные связи. В уходящем году многоплановое взаимодействие наших стран развивалось в целом успешно. Об этом свидетельствует солидный объем товарооборота России с участниками Содружества, который за 10 месяцев текущего года составил почти 90 миллиардов долларов. Расширяется сотрудничество государств СНГ в валютно-финансовой сфере. Для обслуживания взаимных экономических операций все активнее используются собственные, независимые от зарубежных банковских систем, платежные инструменты. Доля национальных валют в расчетах по коммерческим сделкам между странами Содружества уже превышает 96%. При участии предпринимателей из государств СНГ реализуются крупные промышленные и инфраструктурные проекты, формируются новые евразийские производственные и транспортные цепочки, модернизируются и обустраиваются трансконтинентальные логистические коридоры север-юг и восток-запад. Кроме того, быстрыми темпами идут процессы импортозамещения, и тем самым укрепляется технологический суверенитет наших государств. Растет взаимный интерес стран-участниц к углублению практической кооперации в промышленности, в науке, в технологиях, цифровизации и инновациях. Важным направлением взаимодействия государств Содружества была и остается борьба с терроризмом и экстремизмом, оргпреступностью, незаконным оборотом наркотиков, коррупцией. В этих целях налажены плотные оперативные контакты по линии силовых структур и компетентных органов. Реализуется программа действий на антитеррористическом направлении до 2028 года и план охраны внешних границ стран СНГ до 2030 года. Не менее значимо и то, что государства Содружества сотрудничают в деле сохранения единого культурно-гуманитарного пространства, расширения разноформатных обменов между гражданами. Ведь наши народы связывают действительно многое, глубокое переплетение традиций и культур, приверженность единым нравственным и духовным ценностям, тесные родственные и семейные узы. Поэтому нужно продолжать совместные усилия по сохранению памяти о нашей общей истории и недопущению ее фальсификации. Делать все, чтобы молодежь знала о героических подвигах наших отцов, дедов и прадедов, ценой неисчислимых жертв, одержавших победу в Великой Отечественной войне, 80-летие, которое мы все отмечали в текущем году. В этом контексте хотел бы обратить ваше внимание на российскую инициативу по изданию сборника уникальных архивных материалов, посвященных вкладу каждой из союзных республик в разгром нацизма и содержащего оцифрованные копии ранее не публиковавшихся документов и фотографий. Безусловно, важно, что участники Содружества придерживаются близких или совпадающих подходов по ключевым глобальным и региональным проблемам. При этом все государства СНГ единодушно выступают за формирование справедливого миропорядка на основе общепризнанных принципов международного права при центральной роли ООН.
И в завершение хотел бы еще раз выразить признательность Эмомали Шарипчу Рахмону и всем таджикистанским друзьям за конструктивный и инициативный подход к выполнению председательских функций в СНГ в уходящем году. Также желаю успехов Сардару Гурбангалуевичу Бердымухамедову, всем нашим туркменистанским коллегам, заступающим с 1 января на председательскую вахту в Содружестве. Готовы оказывать вам все необходимое содействие. В целом убежден, что наращивание партнерства в рамках СНГ в самых разных областях отвечает коренным интересам народов наших стран. Будем и далее сообща работать над решением задач социально-экономического развития, укрепления стабильности и нашей общей безопасности. И, конечно, хотел бы поздравить всех вас, уважаемые друзья, с новым наступающим годом. Пожелать вам и гражданам ваших государств крепкого здоровья, счастья, мира, благополучия и процветания. Спасибо большое. ეს ის ქვეყნის ლიდერი არის, რომელმაც კიდევ ერთხელ მეორებ, როგორი ობსტრუქციები ჰქონდა რუსეთის მიმართ, ჩვენო აღარ გვინდაო იქიდანაც გამოვალთო, ოდკბ-დანო, SNG-დანაც გამოვალთო, ყარაბაღის ომის შემდგომ იყო ეს განცხადებები, რუსეთმა მიგვატოვაო და რა არის, რამდენი ხანი გავიდა ხა იმ ომიდან, დიდი ხანი არ გასულა და ხედავთ, რომ სომხეთი არის კლავაც იმ ორბიტაზე, რომელ ორბიტაზე იყოთ და იცით რატო? იმიტომ რომ სომხური ეკონომიკა არის და ძალიან დაკავშირებული რუსეთთან. სომხური დიასპორა ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი რუსეთში. 4-ჯერ მეტი სომეხი ცხოვრობს რუსეთში, ვიდრე თავად სომხეთში. განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში, განსაკუთრებით ჩილო-კავკასიაში, განსაკუთრებით მოსკოვში ძალიან ბევრი სომხები არიან და სხვადასხვა ესე იგი მიმართულებით მუშაობენ და ეხა იცის იმ პაშინიანმა რომ ეს პრობლემები იქნება მისთვის იგივე იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა რომ თუ კი მას დაზაბული ურთიერთობა ექნებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია რომელიც გადის ეხა რუსეთში აი ამას პრობლემა შეექმნებოდა და ამიტომაც ეს ქვეყნები სომხეთი აზერბაიჯანი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებში არიან აი ხა დავდივარ აი აქ მიწევს გარკვეული ურთიერთობები ადამიანებთან ასევე სიარული სხვადასხვა აი რაღაცა გარკვეულ ობიექტებზე და ხედავ რომ ჩვენი პროდუქცია ქართული პროდუქცია არ არის წარმოდგენილი ისე როგორც უნდა იყოს რაც გაგვაჩნია იმაზე მაქვს საუბარი ხა რაც არ გაგვაჩნია და რაც შევწყვიტეთ იმის წარმოება იმაზე ვერ ვილაპარაკეთ რატო უნდა იყოს რომ შეხვალ მაგალითად აი რაღაც სასურსათო მაღაზიაში ქართული მანდარინი არ იყოს აქ არ იყოს ჩვენი ციტრუსი ქართული ვაშლი ყველაფერს რასაც აქ გასინჯავ რაღაცა ისეთი გემოაქვს პლასმასის თითქოს ეხლა აი რაღაცა არ არის და ჩვენი პროდუქცია რო შემოდიოდეს ქართველი გლეხი ხო ამოისუნთქებდა გორში მაგალითად ეხლა არაფერი არ შეიძლება ეხლა გორის ვაშს და შიდა ქართლის აი ამ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ჩვენ კიდე რას ვაკეთებთ ეხლა არაფრის დიდებით არ გვინდა ამ ნაბიჯების გადადგმა რაღაცა უყურებთ იმას რომ აი როდის ბოლოს დამთავრდება ეს უკრაინის ომი შეიძლება დასრულდეს მაგრამ დაიწყოს სხვა ომი იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ევროპა სხვაგვარად უყურებს ამ პროცესებს ამ ომთან დაკავშირებით შეიძლება შემდგომში სხვა მიმართულებით განახდეს საომარი მოქმედებები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ომი და უბედურებას ყოველთვის იქნება ერთი ომი მთავრდება მეორე ომი იწყება და ახლა ჩვენ რა გვინდა ვინმე ესე მიგვიპატიჟოს გაშლის უფრად და გვითხრას რომ თქვენ მოწვეული ხართ ან ის პოზიცია რომ ჯერ დაგვიბრუნეთ და მე დავილაპარაკებთ ეს ხო სული ნონსენსი არის კიდევ არა მე ერთი რამე არის ჩვენ ყავს სამეცნიერო წრეები პროფესორები რომლებმაც განათლება მიიღეს სწორედ აქ რუსეთში ეს მჭიდრო ურთიერთობების ადგენა არის აუცილებელი ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს რუსეთში არის ხაჭაპური და ხინკალით არის ასოცირებული მხოლოდ და მხოლოდ ხშირად იმიტომ რომ ვიღაცას გონია აქ რომ რაღაცა სახინკლეს რო გახსნის და სახაჭაპურეს ეს არის საქართველოს ან რაღაცა კონცერტს რო გამართავს აქ ეს გონია საქართველოს აი ახლა გუშინ ვიყავი
ერთ-ერთ რესტორანში ძალიან ისეთი ქართული კერძებიც ნორმალურია. ქართველები საერთოდ არ არის ეს რესტორანი ქართველების, არა, ქართული მუსიკა უკრავს. ესე იგი, ქართული კერძები არის და ქართული გარემოა, მაგრამ საქართველოსთან კავშირი იმ კუთხით არა აქვს, რომ ეს ქართველების ბიუჯეტი, ქართველების ჯიბეში არ მიდის ის ფული, მეგობრებო. შეიძლება ზარეული ყავდა იმას ქართული. და ხშირ შემთხვევაში აი ამასაც კი ვერ ვახერხებთ, რომ ეს ჩვენი ქართული კულინარია ჩვენ გვემსახურებოდეს. აი ამასაც კი ვერ ვახერხებთ. და კიდე ერთი ისიც საინტერესოა, კიდე აი ეს პროდუქცია, რომელიც შემოდის, ხო არ არის ფალსიფიცირებული. ეგეც გასარკვევი არის, ვინმე ხო არ აყალბებს ამ ყველაფერს. ამიტომ ამას ყველაფერს მუშაობა ჭირდება. რუსული ბაზარის ათვისებასთან დაკავშირებით ჯერ იყო საუბარი 1991 წელი, როდესაც მე მახსოვს უზენაესი საბჭოს ბოლო სესიები იყო, აი მაშინ ბუნკერს ეძახდნენ ეს ადამიანები, მაშინ გუგუშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ეხლა თავი დავანებოთ ამ კაცის როლს დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში, ეს ცალკე საუბრის თემაა და ეს გუგუშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ანუ ჩვენო რუსული ბაზარი სანამ აუთვისებიათო, მანამდე უნდა ავითვისოთო ეს რუსული ბაზარიო, თორე ხვალდაზე გვიანი იქნება. მას შემდეგ რაც ევროპულმა ბრენდებმა, ევროპულმა ქვეყნებმა დატოვეს რუსული ბაზარი, ჩვენ უნიკალური შანსი მოგვეცა იმისა, რომ ამ რუსულ ბაზარზე შევსულიყავით და შევიდეთ ეხლაც, იმიტომ რომ ნიშა არის თავისუფალი. ხვალდაზე აუცილებლად უკვე მოხდება ის, რომ ამ ბაზარს დაუბრუნდება ის ევროპული ბრენდები, დაუბრუნდება იგივე ის სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ჩვენ შეგვიძლია რუსული ბაზრით ავაღორძინოთ საქართველოს. ქართული ეკონომიკა რაზე იდგა საბჭოთა კავშირის დროს? იმაზე, რომ ელემენტარული ყველაზე უარგისი პროდუქტი იყო, მახსოვს ერთ ფრანგულ ამსხალს ეძახდნენ გურიაში, კასიშვილი პიცარ აკარებდა და ისიც კი რუსეთში გადიოდა. ეხა შეხვალ მაღაზიაში უამრავი სახეობის ჩაი არის, ქართულ ჩაის ვერსად ვერ ნახავ აქ. ეხა ეგ ცალკე საუბრის თემაა, ეხა რამდენად ხარისხიან ჩაის უშვებენ ეხა ჩვენ საქართველოში, მაგრამ ნუ ეხლა არც ესენი იკლავენ თავს დიდი ხარისხით, რაც იყიდება აქ, მაგრამ ხო უნდა იყოს ეს ჩვენი პროდუქცია აქ გასაღებული აქ. და მე რატო უნდა ვიკლავდე თავს მარტო რაღაცა ინფორმით, რომ ტელევიზიით მაუწყებლობდე რაღაცა ჩვენი, რაღაცა ჩემი გარკვეული სახსრებით, რაღაცა აი ამ წვალებით, აი ამ ციუ სუსხიან ამინჩი აქ დავდიოდე, გელაპარაკებოდეთ, როდესაც მილიონჯერ მეტი მაგალითად შეუძლია გააკეთო სახელმწიფო ტელევიზიებს. მე იცით რა არის, მე ეხა გუშინ ვიყავი და გული დამწყდა რაღაცა იცით რაზე, რომ არ მინდა ეხა რაღაცა ჩემი სიტყვები მე სხვაგვარად გაიგება ამ ყველაფერზე. მოვამზადე თქვენთვის რეპორტაჟი სტალინის იქ ვიყავი, რა ქვია, დაბადების დღეზე კრემლთან და მე რაღაც მიზეზთა გამო ეს მასალა წაიშალა. ნუ არ მინდა ეხა ამაზე საუბარი აქიდან, იმიტომ რომ მე ამას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები მიეცემა და გული დამწყდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ჩავწერე და ეს მასალა უნდა გამოსულიყო ეთერში და სამწუხაროდ დღის სინათლე ვერ ნახა და ეხლა ვცდილობ რომ აი ეს წაშლილი მასალის აღდგენა თუ მოხერხდება ტექნიკურად, მე აქ ვერ მოვახერხე, არ ვიცი, მაგრამ რაზე დამწყდა იცით გული გუშინ? მე ვიყავი გუშინ, უამრავი ადამიანი იყო იქ აი აქ კრემლის კედლებთან, სადაც სტალინი არის დასაფლავი. და რაღაცა კანტი კუნტად 1.7 ქართველი ვნახე მარტო, როდესაც მოსკოვში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. იქ თავისი სპეციფიკა აქვს ამ სტალინის საფლავთან, როგორ არის წითვე, ესე კი არ არის რომ მიხვალ და შეხვალ, არის 40 კაციან ჯგუფებს უშვებენ, ანუ იქ არის ესე იგი გარკვეული ზღუდე და შევა ხო 50 კაცი, მეორე 50 კაცი შევა და ეხლა მე დილას ადრე წავედი, იმიტომ რომ მომესწრო აი უამრავი ხალხი ჩამეწერა და ნუ ვერ მოვახერხე ეკლესიაში კვირას წასვლა, არადა სულ ყოველ კვირა ეკლესიაში ვარ. ეხლა მე ამით იმას კი არ ვიძახი, უიმე რა მაგარი მორწმუნე ვარ და თქვენ რო ვიღაცა ურწმუნოა და მე ვარ რაც ვარ და არა, მეგობრებო, ეხლა ყველაზე დიდი ცოდვილი მე ვარ ამ ქვეყანაზე, ესე მიმაჩნია და არავიზე მეტად არ ვაყენებ ჩემ თავს. უბრალოდ აქ იმაზეა საუბარი, რომ აი არ წავედი ეკლესიაში და რაღაცა ისე წავიდა საქმე, რომ აი ეს მასალა, გადაღებული მასალა,
რომელშიც უამრავი უნიკალური აი რაღაცა ისეთი მომენტი იყო, იმიტომ რომ უბრალო ადამიანების ერთი 50-მდე პიროვნება ჩავწერე ისეთის მოწიწებით, სიყვარულით უბრალო რუსები ლაპარაკობენ სტალინის შესახებ, რომ ძალიან ისეთი გულამაც შეყვებელი მასალა გამოვიდოდა და აი ფიზიკურ გულანთ განადგურებული ვარ აი იმის გამო, რომ ამდენი შრომა წყალში ჩაიყარა. ნუ თბილისში რო ვიყო ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა შეიძლება აღდგენა, მაგრამ ნუ აქ ვერ შევძელი ამის გაკეთება. ხო და არ მინახა რატო წაიშალა, როგორ წაიშალა ეს კიდე საუბრის თემა, აქედან ამის თქმა არ არის მიზანშეწონილი კიდე. ხო და ახლა თქვენც კიდე არ ახართ ისეთი ხალხი, რომ ვერ მიხვდეთ რაზეა საუბარი, ხო და ამიტომ იცით რაშია საქმე, გასაგებია რომ ყველა ეკლესიაში ვერ წავიდოდა ეხლა კვირაზე და ქართველებმა უნდა ვცეთ პატივი იმას, რითაც ვამაყობთ. ეხლა მე მაგალითად აი ერთი იმ ფილმისი არ იყოს, მე ხო იმაში როა მიმინოში ბაგრატიონის იმას რო დავინახაო მეტროს ადგილსო და თვითონ ბაგრატიონის ზეგს რო დავიდგა, სიამაყით მევსება გულივე ქართველი ვარო და მე სიამაყით მევსება გული, როდესაც სტალინმა შექმნა ეს ქვეყანა და სტალინის შექმნილი სამყაროში ვართ და სტალინის საფლავი არის მოსკოვში და ქართველებმა უნდა დავაფასოთ ჩვენი დიდი იოსებ ბესარიონის და მე მიხარია იქ გავიცანი ერთი კაი გორელი კაცი გია გიგოლაშვილი და ესე იგი მან კაცმა იქ მიიტანა თავისი მიწა, თავისი ესე იგი აი ეს გორიდან წამოღებული მიწა, წყალი მოაბყურა სტალინის საფლავ და რა არის იცით ქართველებო, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ რა. იდეალური ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსიც არავინ არ არის და შეიძლება დიდ ფიგურებსაც შეცდომი მოსწრიათ, მაგრამ თუ რაღაცა ჩვენ აქ წელში გამართული ვართ რუსეთში, ხო? და რაღაცა გვაქვს ეს იოსებ სტალინის, ლავრენტი ბერიას დამსახურებაც არის და სხვათა შორის აი ეს რუსები, რომლებიც ჩავწერე მე, ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რა დიდი დამსახურება აქვს ბერიას და ბერიას რეაბილიტაცია არის საჭირო. გუშინ იყო ასევე დაბადების დღე 21-ში კონსტანტინე რაკასოვსკის მარშალის, რომელიც იყო ბოლომდე ერთგული სტალინისა და სხვათა შორის სწორედ რაკასოვსკი იყო, რომელიც ამბობდა, რომ წმინდა ადამიანი არის სტალინიო და მე მისი საფლავი ყვავილებით შევამკე, სხვათა შორის ნუ საფლავი კედლებთან არის ის დამარხული და მისი ნეშტი და ნუ რაკასოვსკი დიდი ფიგურა იყო, პოლონელი რაკასოვსკი და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აი გული დამწყდა, იმიტომ რომ ახლა უყურებდი დილიდან ნუ 11 საათიდან გვიანობამდე იქ ვიყავი და იყო ქართველები, მაგრამ არ იყო იმდენად, რამდენადაც უნდა ყოფილიყო. და ვერ გავიგე ხა სტალინს თუ არ ვცეთ პატივს, აბა ვის უნდა ვცეთ პატივი, ვერ ხვდები მე. ხო ყველა დაკავებული ხო არ იქნებოდა ხვალ გუშინ, ეხლა გასაგებია, რომ
ვიღაცა საქმე ქონდა და ვიღაცას რაღაცა დაკავებული იყო. და ერთმანეთში უნდა გაერთიანება ქონდეს არა მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემაში, არამედ სხვა რაღაცებ თემებში. იმიტომ რომ აი რა მიყვარს, იცი, აი როგორ მჭიდროდ და აი შეხმატკბილებული არიან აქ სხვა ეთნიკური ჯგუფები და ხშირად გამიგია აქაც და სხვაგან, რომ აი ქართველთან საქმე არ უნდა დაიჭირო. ქართველი მას შეიძლება გიღალატოს. რატო არის ასეთი დამოკიდებულება და ეხა არ ვიცი, ეს მარტო საქართველოზე არის თქვი, სხვაგანაც ამბობენ, სხვა ქვეყნებშიც ამბობენ ამის შესახებ, რომ აი ქართველებს მეგობრებო, ეს უნდა ჩვენ მტერს ზუსტად, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვენდოთ. ერთმანეთში სიყვარული არ იყოს, აი მამა გაბრიელის სიტყვები არის, რომ ისაო ქვეყანაში რომ სიყვარული გაქრებაო, მერე დასრულდება საქართველო. მე ის უარგისი ქართველი მირჩევნია, ვიდრე მაგალითად ვიღაცა უცხოტომელი მყავდეს კომპანიონად რა. მე არ მივცემ პატივს იმ ქართველს, რომელიც წელში გამართული არის აქა და ქართველს გვერდში არ დაუდგება. არის თქვენ რა ძნელი არის ამ ქვეყანაში რაღაც ადგილის დამკვიდრება. ვიღაცას გონია რომ ეს ის ძველი საბჭოთა რუსეთი არის, სადაც ჩამოხვიდოდი და შეხვიდოდი და ერთი იმითი კონიაკითა და რაღაცა ერთი ყუთი მანდარინით საქმეს გააკეთებდი. ამით ვეღარ გააკვირვებ აქ ვერავის. რუსეთი უკვე შეიცვალა, აქ უკვე ის ადგილი, რომელიც და ის ნიშა, რომელიც ჩვენ ქართველებს ჰქონდა, დაიკავეს სხვა ქვეყნებმა, მეგობრებო. ესე ჩვენი უტვინობითა და ჩვენი რაღაცა სულელობით. და აქ კიდე აი რომ დავიწყე ქართველებზე საუბარი, აქ თუ ვინმე გამოჩნდება ქართველი, მეორე ქართველი შეიძლება ეს შევატყვე მე. შეიძლება გული გაუსკდეს, იმიტომ რომ ვაიმე მე არ დავკარგო იმითი ნიშანი. ბიჭო, სადაც 100 ქართველი 1000 ჯერ ვიტყვი და ხაც ვიმეორებ. სადაც 100 ქართველი არის, იქ 10 რატო უნდა გახდეს? პირიქით 100 ქართველი, სადაც არის 1000 და 10000 არ უნდა გახდეს? რატო უნდა იფიქრო იმაზე, რომ ჩაძირო ვიღაცა? რატო უნდა გქონდეს ესეთი დამოკიდებულება, რომ მე უნდა ვიყო единственный грузин, который что-то делает здесь что-то და ამ დროს ეს единственный არაფრის სამკეთებელი არ არის, პიარსიკობს რაღაცას თავისი ჯიბისთვის, თავისი ბოდიში და სამი კიტნოსთვის, თავისი რაღაცისთვის. თქვენც ხო ხედავთ ეხლა, რომ არ მინდა ვიღაცა გავაკრიტიკო, არ მინდა ვიღაცაზე ცუდი თქვა, მაგრამ ვინ რას აკეთებს ხო ჩანს, შედეგიდან ხო ყველაფერი ჩანს რა. ქართული, რუსული ურთიერთობების საქმეში თუ ვინმეს რამეს აკეთებს, ყველას მე დიდ პატივს ავცემ და დროსაც უთმობ და პირიქით ვცდილობ რომ წარმოვაჩინო, მაგრამ იცით რაშია საქმე? ზედმეტად უფრო ბაქიბუქობა ისმის, ვიდრე რეალური საქმის კეთება. ჩვენ თუ გვინდა რომ ამ საქმეს მოვკიდოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ. და არა მარტო ამ რუსულ-ქართულ საქმეში, არამედ სხვა საქმეშიც. აი ახლა აქტუალურია ხო აი ამ ქართული მიწების თემა, არაბიზაცია. იცით რა არის განცხადებები ვიღაცას ეს რაღაცა ბოდიში ორგასს აღწევს და ვიღაცა სიამოვნებს რომ მარტო ილაპარაკოს. უნდა საქმე გაკეთდეს რეალურად. აი გავერთიანდეთ ყველა, იცით რა არის? ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ჩვენ თუ ესე ვიმოქმედებთ, რომ აი იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, იმან ადრე ეს თქვა, იმასთან ვერ დავდგები. არ არის, აღარ დავრჩით უკვე ბევრი, რომ აი პოლიტიკურ ველზე ხა პარტია რო შექმნა კაცმა, ხო, ხალხსაც ვერ შეკრიბავ ისეთ სანდოს, რომ დაიყენო გვერდში, იმიტომ რომ აღარა ვართ ეს ქართველები, გამოიშიგნა, გაგვანადგურეს. იცით რა არის, აი ყველაფერში დამნაშავეა ის სისტემა, რომელიც მოქმედებდა. ხა აი მაგალითად განათლების სისტემამ ისე გააკეთა ყველაფერი, რომ მომავალი თაობა დაგვაკარგინა ჩვენ. მე ვეთანხმები აი ახლა იმ დღეს აი მამუკა კარტოზიას ვლაპარაკობდი, საუბრობდი. ხა მამუკას აქვს ძალიან ბევრი ნაშრომები, მაგალითად აი ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვორონცოვზე აქვს დაწერილი თითქმის წიგნი, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს ეს კაცი. ხო შეიძლება ვიღაცამ გამოჩნდეს ღვთისმსახური კაცი და დააფინანსოს და ანუ საუბრობდა ეს კაცი რომ აი დაგვაკარგინა ჩვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები. იმიტომ რომ ამათმა ისეთი განათლების სისტემა შექმნეს, რომელმა განათლების სისტემამაც დიდი უფსკრული წარმოშვა ჩვენსა და მომავალ თაობას შორის, მეგობრებო. ეს ხალხი, ეს ჩვენი ბავშვები რა ენაზე ჩვენ ველაპარაკებით ვერ გებულობენ, იმიტომ რომ ის თაობა შექმნა აი ამ ჯორჯ სოროსის ლეკვებმა.
სოროსის ფონდს რო პარლამენტში ფიანდაზებს რო უგებდა ზოგიერთები და ეხლა ეროვნულ რაღაც მოტივებზე საუბრობს, აი ისინი არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. თქვენ არ იყავით სოროსის ფონდს რო ეგებებოდით და იმ დღეს მე მოვისმინე ლუკაშენკოს განცხადება, რომ ჩვენთანო იყო ჩამოსულიო ჯორჯ სოროსიო და ჯორჯ სოროსმაო მოგთხოვაო ჩვენო რაღაცა თანამშრომლობაო და რაღაცა ვითანამშრომლობდო და მე უარი უთხარიო რა ამ თანამშრომლობის თაობაზეო და მე გამომაცხადეს უკანასკნელ დიქტატურად. Ко мне приехали американцы, в том числе Джордж Сорос, и предлагали мне тут разные варианты. Я сказал, ребята, нет, это нам не подойдет, это война. Я от этого ушел. Почему Зеленский этот опыт не использовал для того, чтобы не было войны? Мы не хотим, чтобы гибли люди, а я не хочу, чтобы мои украинцы гибли. Вы знаете, откуда мой род пошел? Между Черниговым и Киевом. Понимаете, у нас все в России и в Беларуси все завязано вот так, переплетено. Ну зачем вы развернули борьбу против русского языка? Ну чем вам мешает русский язык? Ну у нас есть белорусский язык, Беларусь. У нас есть русский язык. Мы дали статус двух языков государственного. У нас в середине 90-х тоже было, что в Украине. Но мы спокойно из этого вышли. Через референдум мы определились, как жить и прочее. Ко мне приехали американцы, в том числе Джордж Сорос, и предлагали мне тут разные варианты. Я сказал, ребята, нет, это нам не подойдет, это война. Я от этого ушел. Почему Зеленский этот опыт не использовал для того, чтобы не было войны? Почему Порошенко себя так вел в 2014-2015 году, когда через меня лично Путин передал послание Порошенко, давай миром закончим, я, Путин, цитата, помогу восстановить Донбасс. Мы все сделаем для того, чтобы там было тихо и спокойно. Почему тогда не остановились? Я же этот месседж, это послание привез Порошенко. Он это с воодушевлением воспринял, а через неделю сделал все наоборот. У меня подозрение, ему кто-то приказал. Это сотни тысяч погибших, а их уже погибло, что с одной, что с другой стороны, больше, чем в Афганистане на порядок. Украинцы сказали, что это для свободы. Для свободы чьей? Вашей американской свободы? И украинской. Их, для Зеленского, для него, может быть, он и так свободен. У него $1 миллиард, он побогател за время войны, как и вся верхушка разбогатела за время войны. Для их свободы, да. Да очнитесь вы, кому нужна такая свобода, когда ты ложишься спать и не знаешь, что завтра утром проснешься. Кому нужна такая свобода? Вот я искренне вас в этом не понимаю. И не думаю, что вы идеологически зашорены. Вы просто чьи-то мысли выражаете. Давайте договариваться. Что... Почему вы до сих пор поддерживаете войну Путина? Еще один риторический вопрос. А вы зачем поддерживаете Украину, пичкая их оружием, а не хотите сесть за стол переговоров, как я предлагаю? Вы уже обсуждаете вопрос поставки туда дальнобойного оружия до 300 километров ракету и истребители F-16, самые современные, после того, как сотни леопардов, танков туда пошли. Зачем вы это делаете? Вы же понимаете, что это эскалация. И что вот как под Бахмутом сейчас идут жесточайшие сражения. Я еще раз говорю, я поддерживаю Россию во 100 крат меньше, чем вы поддерживаете Украину. Понимаете, я ж туда своих людей наемниками и танки не посылаю, истребители свои туда не посылаю, системы залпового огня ракетные не посылаю. Я не посылаю. Слушайте, а если бы Польша и Литва совершила, с вашей помощью, совершила агрессию против Беларуси, я что, к американцам бы пошел поддержку просить? Нет, я бы к россиянам пошел. И россияне бы здесь воевали за Беларусь, как за свою землю. Поймите вы это, наконец, если вы хотите просто разобраться, а не дать какую-то информацию, что Лукашенко поддерживает Россию.
Вы поддерживаете Украину, а я поддерживаю Россию. И что тут такого? Я ненавижу войну. Вы меня не слышите. Я ненавижу войну, и наши белорусы войну ненавидят. И мы не хотим войны, мы хотим мирных переговоров. Но вы держите Володю Зеленского за руки, за ноги и не пускаете его за стол переговоров. Это мое убеждение. И много фактов было, которые об этом говорят. Даже вы хотите войны. Ну, слушай, ну очнитесь вы. Но Соединенным Штатам Америки только им нужна эта бойня. Только им. Европе не нужна, потому что если будет эскалация, Европе будет жарко. Европейцы это понимают. Даже англичане это понимают. Она уже продолжает так долго, уже почти Что год. Вы знаете? И что российская армия это так слабее. Потому что мы думали, что это вторая армия в мире, и сейчас они проиграют против Украины. А сейчас вы должны увидеть, что это первая армия в мире, которая воюет против вас, американцев и европейцев, против НАТО фактически воюют руками украинцев. А украинцы не дураки, это умные люди, они талантливее, чем ваши натовские солдаты. Вашим оружием и Россия против вас успешно справляется. Нельзя с этой стороны так посмотреть, а я так смотрю. Скоро Финляндия будет в НАТО, Швеция будет в НАТО. Вы что, хотите сказать, что с территории Финляндии России грозит агрессия? Финны не настолько больные люди. Ну, будут они там. И что изменится? Ничего. Если есть какая-то угроза, что возможно с территории Финляндии, коли они в НАТО, будет натовская угроза России. Поэтому там 2 армейских корпуса будет. Вот и все. Вооруженные самым современным оружием, которого Россия в Украине не применила. И Путин, вы прислушайтесь, что он говорил, мы еще не начинали. Вы боитесь ядерного, так у России до ядерного оружия хватает. А если еще ядерное оружие, если вы будете эскалацию эту продолжать, вы получите ядерное оружие. Поэтому надо остановиться. Она никому не нужна. И американцы правильные, даже военные, этого не хотят. И даже, я бы сказал, боятся. И правильно. ხო და დიქტატორი გამოცხადებულიყო ჩვენი ქვეყნის ლიდერები დიქტატორებად მოენათლათ არ ჯობდა ის რომ თაობები არ დაგვეკარგა მეგობრებო აკაცუკებს რომ ვეძახით და ეხლა რო აი მე ერთი იმ ხალხს მინდა უთხრათ სიამოვნებას ღებულობ თქვენ ეხლა ხშირ შემთხვევებში ამ ახალგაზრდებს რომ ასე დაცინი ხართ სასაცილო კი არ არის სატივლად აქვს საქმე მე ეს რამდენჯერმე ვიჩვენებია მაგრამ ეს სასაცილო არის ეს ახალგაზრდები რომ ასე სულელები დარბიან აქითი კი ეს არის ჩვენი თაობა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეგენი ჩვენ უნდა ყველანაირად უნდა გავაკეთოთ ისენი რომ შემოვატრიალოთ თორე ეგენი უფრო გაბოროტდებიან აი რასაც მაგათ ჩვენ ეხლა თუ აი ესეთ გასაგებია ერთხელ რაღაცა თქვით ორჯერ თქვით მაგრამ ხო ხედავთ ეხლა ჩემ გადაცემებსაც აღარ ვიყენებ უკვე იმ ვიდეო მასალას მათი მონაწილეობით იმიტომ რომ უფრო გაბოროტდებიან მე არ ვარ იმ პოზიციაზე მეგობრებო რომ ჩვენ ეხლა ეს ქართველები ვინც კი გვეწინააღმდეგება და ვინც ეხლა შეიძლება ძალაუნებურად ტრის კუძე წყალს ასხამს უნდა გავყაროთ ამ ქვეყნიდან ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა რო თქვა წავიდნენ ამ ქვეყნიდანო და ეს კაცი იყო ის კაცი რომელიც საუბრობდა იმის შესახებ რომ მართლმადიდებლობა გვიშლისო ხელსო ჩვენო დასავლეთთან ურთიერთობებში კაცო იცით რა არის ამ ქვეყნიდან თუ ქართველობა ესე გაიწფანდა ისედაც ხო მიდის ამ ქვეყნიდან ეს ქვეყანა დარჩება სხვა ეთნიკურ ჯგუფებს და ზოგი რო გამოდის და ლაპარაკობს ეს გამოგონილი თემა არაბიზაციაო არ აქვს ცხენიათ მართლა ქუჩებში არ დადიხართ კაცო და ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის შეიძლება რომ ამდენი არაეთნიკურად ქართველი ჩამოსახლებული ყიდულობდეს მიწებს კაცო მიდი აბა იყიდე მიწა ბელორუსში მაგალითად მიწას ვერ იყიდი იქ შეიძლება იჯარით გადმოგეცეს ყველაფერი გართულებული აქაც რუსეთში და ჩვენ რა ვართ ამნაირი ეს ქვეყანა ასე რომ ურიგებთ ამ მიწებს ხებს რა და მე კიდე როგორ არ გწვენიათ ეხლა რომ აი ადრინდელ ვიდეოებს ნახულობ ზოგიერთი ნაძირალა პოლიტიკოსის და
როგორ ლაპარაკობდნენ, რომ არ უნდა შევაუსვა ჩვენ მიგრანტები, ჩვენ უნდა პოლიტიკა ვაწარმოოთ და დღეს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. და გონიათ ამათ, რომ შერგო ორჯონიკიძის ბედს არ გაიზიარებენ ისინი მომავალში. გაიზიარებ თქვენ ორჯონიკიძის ბედს. იმიტომ რომ დღეს შეიძლება თქვენ ბოდიში და სამთავრობო არხებზე შეგიშვავს ვიღაცამ, ფულიც მოგცენ, 2 კაპიკი ჩაგიდონ, მაგრამ შხამად შეგერგებათ ეგ ფული, რო იცოდე, შხამად შეგერგებათ რა. მე ჩემს რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ მოღვაწეობისაც, რომელსაც მე ვაწარმოებ, იმიტომ რომ ეხლა გინდა არ გინდა რომ ადამიანი ყოველდღიურად ეთერში ხარ და ზიხარ და ლაპარაკობ, გინდა არ გინდა ჩართული ხარ ამ პოლიტიკურ პროცესებში. ეხლა კეკლუცობას ვერ დავიწყე და ვერ ვიტყვი. მეც მქონდა შანსი მეგობრებო, რომ ერთი პერიოდი პარლამენტში მოხვედრილიყავი და ოღონდ იმ პირობით, რომ გუნდრუკი მეკბია ვიღაცეებისთვის და აი იმ ლიბერალური რაღაცა ნარატივის ქვეშ მოქცეულიყავი, მაგრამ არ გავაკეთე ეს. მე მირჩევნია თქვენი სიყვარული და აი რაღაც სითბო მქონდეს, ვიდრე ის რომ ავდგე ეხლა და მაგალითად ეხლა გამოვიდი და თქვა რომ იცით რა არის, კარგია ეს რაღაცა, არაფერი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანას. რა არ ემუქრება საფრთხე თქვენდალოცვილებო, დავით გარეჯი. მაინტერესებს ერთი რომ მაშინაც თქვენ იყავით რომ გამოდიოდით. დავით გარეჯი რომ დავკარგეთ ეხლა დროებით, ეს ვერ გავიგე, საფრთხე არ არის ჩვენი და საშინელება არ არის და მე ვფიქრობ ეს ეგრეთ წოდებული აი ეს ვიღაც ექსპერტები რო გამოდიან, ხო ეგენი იყვნენ ზუსტად მაშინაც რომ ლაპარაკობდნენ რომ იცით რა არის, მოდი ნუ დავძაბათ. თქვენ რა საპატრიარქოზე მეტი იცით, სადა ხარ თქვენ ეხლა რატო ხმას არიღებთ? ხო ვამბობდი მე მაშინ იმის შესახებ რომ დავით გარეჯის დათმობა არ შეიძლება რომ უნდა ვიმოქმედოთ და ეს ექსპერტები ლაპარაკობდნენ, მოიცათ ყველაფერი. სად არის? აი ხა გეკითხებით, სად არის დავით გარეჯი? სად არის დავით გარეჯი? აი იმ ექსპერტებს ერთი რო თქვა სახელი სიმართლე რო გითხრა, დიდი რეკლამირება იქნება მისთვის. ბევრი იყვნენ ესეთები. თქვენ როგორ საპატრიარქოზე მეტი იცით, თქვენ რა პატრიარქს უპირისპირდებით და გავჩერდი ჩვენ. რა 5 წელი გავიდა უკვე. სად არის დავით გარეჯი გეკითხებით? ხო იძახით თქვენ რომ პრობლემები და რაღაცა და ჩვენ ყოველთვის ესე იგი უნდა დავემორჩილოთ იმას, რასაც იტყვიან. დავემორჩილეთ და მივიღეთ ეხლაც დავემორჩილოთ იმას, რომ არაბები თაიმსოს ეს ქვეყანა და სხვა ეთნიკური ჯგუფებით. მე კიდე ვისაც ეროვნულობაზე და რაღაცა ქართველობაზე აქვს პრეტენზია, რაღაცა სისულელეებზე რომ ლაპარაკობთ, გამოდი და ერთხელ ხმა მოიგეთ. არ შეიძლება მესმის, რომ ეხლა არა ტალახი მოხდებათ, ვიღაცები რაღაცას დაიწყებენ. მე ეს რაუბედურებაა კიდე რაღაცა 1-2 პიროვნებასთან გაიგივება ამ პროცესის. თურმე ეხლა მე მაგალითად რო ვარ წინააღმდეგი ამ პროცესის, ესე იგი მე რა ვერ გავიგე ვიღაცას უჭერ მხარს რომელიღაცა პიროვნებას და იმიტომ ვამბობ ამას. ვიღაცა 1-2 პიროვნების მარგინალიზაცია დაიწყო, შეიძლება ის 1-2 პიროვნება ჩემთვისაც არ იყოს დიდად საამაყო და დიდად პატივსაცემი და თურმე რა ეხლა მე მაგითი რა ეხლა რომ ის 2 მარგინალი თუ არის მე ამითი რა მე ესე იგი სწორაზზე არა ვარ. იცით რა შეასაქმე ხალხო? ყველა ქვეყანა უფრთხილდება თავის ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეხლა ეკონომიკური და პოლიტიკურად დაპყრობა ხდება სხვაგვარად, არ ხდება ომით. დავითოღლუს კონცეფცია არის, რომ საქართველოს უნდა დავიწყოთ ჩვენ ეკონომიკურათო, კულტურულათო და სხვადასხვა მეთოდებითო და არ ვიცი ხლა ჩვენ რა ვერ გავიგეთ ამისთანა, რა ვერ მივხვდით, რომ აი ესე დაუთმეთ ვიღაცა შემოვიყვანეთ რაღაც ეთნიკური ჯგუფი, არ მინდა ხა ის რაღაცნაირად მათი გარკვეული რაღაცა იდენტიფიკაცია და დღეს 500,000 არიან, იქ 600,000 არიან, იქ 300,000 არიან და დაისო ქართველობა, საქართველოს გახდა არაქართული გარკვეულწილად ქვეყანა. და ქართველის ადგილი არ არის, ქართველებს ჩაგრავთ. ესე იგი თურმე ყოფილა ესე იგი საუცხო გადასარევი ინვესტიცია თუ ქართულ მიწას გავყიდით. ორივე ხელით მხარს დაუჭერთ იმას, რომ აი რაღაცა ეს არაბებს საწარმოები შეკრათ ქართველები დაესაქმებინათ. ვიტყოდი რომ აი ეს არაბები დაასაჩუქრეთ, ღირსების ორდენი გადაეცით, რომ ქართველები დაასაქმეს მეთქი და ეს არის ინვესტიცია და არა ის არის ინვესტიცია, რომ შენ ადგები და ესე იგი
ქართულ მიწას გადასცემ, რომელზეც აშენდება სახლები, კორპუსები და მე რა, იმითი რას მოიგებს ეს ქვეყანა, მე მაინტერესებს. და 6,000, 5,000 დოლარს გადაიხდის ქართველი იმაში, რა ქვია, იმ კვადრატულში. აქ კაცი, აი ხედავ აქ ქართველობას ეხა ამ რუსეთში როგორ უჭირთ, როგორ აი რაღაცა ლუკმაპურ შოულობენ. ადრე სულ სხვანაირი სიტუაცია იყო ამ რუსეთში, კაცო, როცა ეს ომამდე იმდენ ფულს შოულობდა ქართველობა, რომ მართლა ბინებსაც კიდულობდა. დღეს გადარჩენისთვის უწევთ აქ ქართველებს ზოლა. და იგივე ევროპაშიც, ეხა ევროპაშიც, ამერიკაშიც ქართველი კაცი რო იყო დასაქმებული, იქ იმხელა შემოსავალი ჰქონდა, რომ რაღაცა საკმაოდ დოვლაც აგროვებდა და დღეს შეიცვალა ეს სიტუაცია. ვერ ატყობთ, რომ შეიცვალა? და აი ამიტომ ვიძახი, რომ იმისათვის, რომ ქართველი დაბრუნდეს, დოვლათი კონდეს, ეს აი ყველაფერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებს უკავშირდება. ამაზე არავინ არ საუბრობს, მარტო რამდენიმე პიროვნება საუბრობს და რამდენიმე რაღაცა აი ტელევიზიაში გაკვით ახსენებენ ვიღაცა. ჩვენს აი რატო არ არის პოლიტიკურ პარტიებში ეს თემა პოპულარული, მე ვერ ხვდები. დაიწყო ზოგიერთმა ამაზე საუბარი ადრე, მერე გარჩერდნენ, იმიტომ რომ ნუ არ უნდათ იარლიყები. რაც არ უნდა იარლიყი მიმაწებონ, რა ვიცი თუ აზზე სწორაზე ვარ. რატო უნდა თქვა უარი იმ ჯანსაღ სწორ პოზიციაზე, რომელიც გამაჩნია, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ბელორუსი იმიტომ მიყვარს და ლუკაშენკოს დიდ პატივს ავცემ, რომ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სწორი გეზი ჰქონდა და სწორი მიმართულება ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებით. და რამდენჯერაც აი ჩავდივარ იქ, ხო? აი სიამოვნებას განვიცდი, იმიტომ რომ ყველა საწარმო ფაბრიკა მუშაობს, ახალი ობიექტები იხსნება და ყველაფერი კავშირშია რუსეთთან. აი ახლაც ლუკაშენკომ ეხა იმ დღეს იქ პეტერბურგში დიდი რაღაცა ისეთი ტილო გადასცა პუტინს და ყოველთვის ეს კაცი, კაცო, თავის აი დიდ სიყვარულს და პატივისცემას უდასტურებს რუსეთის პრეზიდენტად. თქვენ რა გონიათ, ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებები არ ყოფილა? სანამ ომი იქნებოდა, აი რუსეთ-ბელორუს შორის იყო გაზის საკითხი, იყო ძალიან დიდი ვნებათა ღელვა. მაგალითად, აი ლუკაშენკო ითხოვდა, რომ უფრო დაბალ ფასებში მიეწოდებინათ მათი ქვეყნისათვის გაზი და გერმანიას უფრო დაბალ ფასში აძლევდა რუსეთი გაზს, ვიდრე ბელორუსს. და ამაზე იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება. და რა ეხლა უნდა ამდგარიყო ლუკაშენკო და ეხლა ეთქვა ჩვენ გამოვდივართ ესე იგი და ჩვენ გამოვდივართ ესე იგი ყველა იმ სტრუქტურიდან და თქვენ გიპირისპირდებით. იმიტომ რომ ეხლა წარმოგიდგენიათ ეხლა ხალხო ბელორუსზე დაბალი ფასი. ბელორუსის დაბალი ფასი ქონდა გერმანიას. და იყო მართლაც იყო გარკვეულწილად რაღაცა გარკვეულწილად მართალიც იყო იმ მომენტში შეიძლება ლუკაშენკო, მე არ ვიცი ხა დეტალები, მაგრამ ამის გამო ის არ დაპირისპირებია ამ ქვეყანას პირიქით. ბოლოს იმდენი ქნა რომ მაინც თავისას მიაღწია და ანუ ქვეყანა მიიღო ის გაზის საფასური და ყველაფერი ისე აღდგა როგორც იყო. ანუ ჩვენ ერთი რამე არის რომ დაპირისპირება, ჩხუბი, დავიდარება ხალხო ჩხუბში ოჯახში ხდება და ეხლა რა ვიცი დედა და მამა უნდა მოვიძულოთ და შვილი უნდა მოვიძულოთ იმის გამო თუ ერთმანეთში კონფლიქტი მოგვივა ოჯახში ხდება და ეხლა თუ მოგვივიდა დაპირისპირება ამ რუსებთან ხო უნდა შევრიგდეთ არა? დღეს ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ისე არიან გადაჯაჭვური რომ ვის არ აქვს საზღვარი, მაგრამ იყო პერიოდი ერთმანეთს ხოცავდნენ, კლავდნენ, ანადგურებდნენ, ხო? და რა მერე ეხლა არიან ერთად, ამიტომ როდესაც ლაპარაკობთ რომ აი თქვენ როცა რუსეთზე ლაპარაკობთ ანწუხელიძე არ გახსენდებათ? ზუსტად რომ ანწუხელიძე რომ ახსენდება, იმიტომ ლაპარაკობ რუსეთზე, იმიტომ რომ ანწუხელიძის იდეა იყო და ანწუხელიძის ოცნება იყო საქართველოს გაერთიანება და საქართველოს გაერთიანება ვერ მოხდება თუ კი ჩვენ რუსებს არ დაველაპარაკებით და მე თქვენ გეტყვით ერთ რამეს, თქვენ არ გახსენდებათ ის 10,000-ობით ქართველი, რომელიც გაატყავეს თურქეთში სარწმუნოების გამო, ის 10,000-ობით კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც დავკარგეთ ჩვენ ტაოკლარჯში, თქვენ არ გახსენდებათ ეს ყველაფერი? იცით რა არის? სადაც არ უნდა ვიყო, სიცივეში, სიცბოში, სტუდიაში ვიქნები თუ არა სტუდიაში, ყველგან ვიტყვი ამას, რასაც ჩემ ქვეყანას ჭირდება. და ამ ღმერთი არის მოწამე. აი ღმერთი ხო მაღლიდან იყურება რომ ამ სიტყვებისთვის მე აქ
არც რა პრივილეგიებში ვარ და პრივილეგიებში კი არა, პირიქით დაუფასებლობაში უფრო ვარ და უპატივცემულობაში ვარ უფრო სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ მე წესით აქ ქუჩაში და ისეთ უსტარულ სტუდიებში არ უნდა მიწევდეს ყოფნა გადაცემების საყვანა, იმიტომ რომ ის რასაც მე ვაკეთებ და რასაც მე ვამბობ, ეს მარტო ქართული საქმე არ არის, ეს ქართულ-რუსული საქმეა და მე სიმართლე რო გითხრა, ეხლა სხვა ფლანგზე რო ვიყო, უფრო მეტად შეიძლება ვიყო დაფასებული, მაგრამ მე ვინმეს დაფასების გამო კი არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ვინმე ბოდიში და იქ დოლარების კონვერტი ჩამიდოს ან რაღაცა. მე ამას ამიტომ არ ვაკეთებ. მე ამას ვაკეთებ ჩვენი ქვეყნის გამო. მე მინდა დაგემშვიდობოთ ამით, ბოდიშით რომ ვერ შემოგთავაზეთ კრემლის კედლებიდან სტალინის დაბადების დღის აღნიშნული ეს გადაცემა, ჩემ და მიზეზების ჩემი მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა ეს და გულდაწყვეტილი ვარ ამის გამო, მაგრამ არ ვიცი, ალბათ რომ ყველაფერი ეხლა ამის დრო არ არის და ამას აქვიდან ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერი ითქმევა, როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა, ნათქვამად, ყველაფერი ითქმევა. მე ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით უკვე ჩვენ ერთმანეთს ოთხშაბათს. კარგად ბრძანდებოდით.